საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კიდევ ერთი დებატ-კლუბი, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ეპაექრებიან ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების გადაწყვეტაში. მინდა მადლობა მოუხადო თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ცოდნა, აქ ახალგაზრდები არ იძენენ მხოლოდ ცოდნას, ახალგაზრდები ეჩვევიან ალბათ 21 საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი დებატების კულტურას. სწავლების ცენტრმა ჩაუტარა მოსამზადებელი ფაზა. ამ პროექტში მონაწილე 5 უნივერსიტეტის 30 სტუდენტს, ისინი გახლავენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და მათთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმის ძირითადი მიმართულება, ელექტრონული ტექნოლოგიები, არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, დებატების წარმართვის ტექნიკა, საჯარო გამოსვლების უნარები, სადებატო ეთიკა და პრინციპები, არგუმენტების და მტკიცებულებების მოძიება, გუნდურობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მიხარია და მაქვს შესაძლებლობა იმისი, რომ წარმატებით განვახორციელეთ ეს პროექტი CSKO-სთან ერთად და ჩართულ ორგანიზაციასთან ერთად, რისთვისაც ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა და რეალურად ყველამ, როგორც მონაწილეებმა, ისე დამსწრე ნებისმიერმა საზოგადოების წევრმა დაინახა თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამდენად ხარისხიანი და რაც მთავარია, ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი. ეს პროექტი დაიხმარება თითოეულ სტუდენტს, რომ შედგნენ ისეთ საქართველოს მოქალაქეებად, რომლებიც ნებისმიერ დროს შეძლებენ თავისი აზრი დაისვან კონსტრუქციულად, არგუმენტებით და ასევე ეს დებატები შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის საარჩევნო პროცესები ზოგადად დემოკრატიულ სამყაროში, დეზინფორმაციის რისკები და ვფიქრობ, რომ დღევანდელ 21 საუკუნეში ჰიბრიდული ომის ფარგლებში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე. პირველ რიგში მადლობას გადავუხდი პროექტის ორგანიზატორებს ესეთი კარგი პროექტის ორგანიზებისთვის. ჩემთვის არ იყო პირველი პროექტი, თუმცა ვიტყვი, რომ გამოცდილებით გამოირჩეოდა, რომ ძალიან მოცულობითი გამოცდილება მომცა. სიმართლე რომ გითხრათ, გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდებოდი, იმიტომ რომ მაგ ამბიციით არა, უფრო გამოცდილების მიღების ამბიციით მოვედი აქ. ვისურვებდი, რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ შეიქმნას ესეთი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანია დემოკრატიაში უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობა და ახალგაზრდების აზრის გამოხატვა.